ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის უთანხმოება მწვავდება. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის მოტანა და ზელენსკის ალბათ სურს, რომ გაგრძელდეს ეს ფულის ნაკადი. ის ძალიან გაბრაზებულია, რომ არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში. მას შეეძლო ჩასულიყო თუ უნდოდა. ის 3 წელი ამ ომშია და მას არც კი ქონია შეხვედრები და სატელეფონო საუბრები ამ ომის შესაჩერებლად. რაც საშინელებაა. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე. მისი რეიტინგი დაბალია ნამდვილ უკრაინულ გამოკითხვებში. ანუ როგორ შეიძლება გქონდეს მაღალი რეიტინგი, როცა ყველა ქალაქი განადგურებულია. ამერიკასთან და ევროპასთან ერთად მშვიდობა შეიძლება უფრო დაცული იყოს და ეს არის ჩვენი მიზანი. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენი მიზანი, არამედ საერთო მიზანი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უახლოვდებით ამ ომის დაწყების მესამე წლისთავს. ომისა, რომლის დასრულებაც ჩვენ უკრაინაში პირველივე წამიდან გვსურდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას დავასრულებთ მყარი მშვიდობით და ისე რომ რუსეთს აღარასდროს შეიძლება უკრაინაში შემოჭრა. რომ უკრაინელები რუსული ტყვეობიდან დაბრუნდებიან და რომ უკრაინას ექნება მომავალი. ეს არის ყველა ერის ბუნებრივი სწრაფვა. პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს და თქვა, რომ სავსებით გონივრულია არჩევნების გადადება ომის დროს. როგორც ეს გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს. რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ ტვიტის გაგზავნის ნაცვლად, მაშინ გეცოდინებათ, თუ ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება. ხალხს რუსეთში, ხალხს ბელარუსში. უკრაინელი ხალხი მთავრობასთან ერთად იბრძვის საკუთარი დემოკრატიისთვის. ცხადია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ატარებს განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას და სხვაგვარად მუშაობს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, ვიდრე წარსულში. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის, ევროპელებისათვის ასე მნიშვნელოვანი, თავდაჯერებულად დავიცვათ საკუთარი ღირებულებები და ინტერესები. რამდენიმე კონკრეტული საკითხი წამოიჭრა შეხვედრაზე და ჩვენ ნათლად ვდგავართ ერთიანად. მხოლოდ ისეთ უკრაინას, რომელიც აღჭურვილია იმისთვის, რომ იყოს ძლიერი პოზიციაში მშვიდობაზე მოსალაპარაკებლად, შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შეგვიძლია მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს მხარეში. მეორე მთავარი საკითხი იყო ის, რომ მშვიდობა უნდა იყოს მდგრადი და ამიტომ უკრაინა უნდა იყოს ჩართული მშვიდობის პირობების განსაზღვრაში. არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, არც რაიმე ევროპული პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადად ევროპული მონაწილეობის გარეშე. და მესამე არის ის, რომ მეტმა ქვეყანამ დრამატული ტემპით უნდა გააძლიეროს თავისი ეროვნული თავდაცვა.